არ გადავალ იქიდან და იქიდან დავიწყებ რა ყველაფერს სწავლი. ეხლა იმედია ვიპოვე ადგილს სადაც ამას დავდებ, რომ ეს გადავიღო რა და მე დავიწყებ. სად ვერ დავდებ, პირდაპირ დავიწყებ რა. მოკლედ სანამ ამ ვიდეოს ჩავთავდი რა, ერთი რა ძალიან ბევრი დღე ვიმიზეზებდი, რომ ეს ვიდეო არ გადამეყო რა, არ უნდა გამოსულიყავი. ვაპირებდი სულ რომ გამოსულიყავი გადამეყო, მაგრამ ერთი რავი ხან წვიმა თქო, ხან ქარია თქო და მოკლედ მაგრად ხან წვიმა თქო, ხან ქარია თქო და 1000 რაღაცა მოვიმიზეზე რა. და რეალურად ეგ იყო მიზეზები რა, იმიტომ რომ სინამდვილეში ვაღიაროთ, ეგ იყო უბრალოდ ის რომ მეზარებოდა, ვიმიზეზებდი რომ არ გამოსულიყავი და არ გამეკეთებინა რა. არა რა არის ანუ რთული ამაში ხო, მაგრამ მარტივ რაღაცეებზეც ეგრე ტვინი ხშირად გატყუებს რა და გაჯერებს ეს რაღაცეებს. რო თითქოს რაღაც მიზეზი არის, ის გამოც არ უნდა წინასწარ ტექსტი არ მაქვს ეს დალაგებული რა უნდა მეკვა და რაღაცა და მაგიტო ვაკეთებ პაუზებს რა ვიდეოებში ან რა მაგიტო არის, იმიტომ რომ არ მქონდა წინასწარ განსაზღვრული რაზე უნდა მოგვეც სანამ დავიწყებ რა. ჯერ პირველ რაღაცები გავაკეთო, როგორც წინასწარ ვაკეთებდი აჯიმანიები და მსგავსი რაღაცეები რა. წინ სერიები როგორც იყო. მეგონი ამდენი შეხსენებაც აღარ მინდა, პირდაპირ უნდა დავიწყო ხოლმე რა. მაგრამ მაინც ვიტყვი ამჯერადაც ჯერ გავაკეთებ რაღაცეებს, მე შუალედში რამდენიმე მისვლას გავაკეთებ აჯიმანიებს, მიზიდებს და მსგავს რაღაცეებს, რთულს არაფერს და თან პერიოდულად ჩავრთავ და რაღაცეებს ვიტყვი ხოლმე რა, რაც იქნება. ხო, ყველას აქვს ესეთი მიდგომა, რომ ხანდახან არის პერიოდი, როცა ვერ იქნება სულ ხასიათზე რა და აზრიც ეგაა, რომ ეხლა ნახე, შენ რომ იქნები ისეთი მიმართულებით, რომ ყოველთვის გექნება ხასიათი, შეიძლება мотивация არ ქონდეს და არ ქონდეს იმის სურვილი, რომ რაღაცა გააკეთო, მაგრამ თუ მაგ ყველაფერს მიუდგები, ესე ვთქვათ, პოზიტიურად და დადებითად დაინახავ მაგ ყველაფერს, ბევრი მიმართულებით ეგ ყველაფერი გაუმჯობესდება. ეხლა ნახე, ძალიან ბევრი ადამიანი არ არის, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას უყურებს პოზიტიურად, მაგრამ ნახე რა ხდება, რაღაცა რო ხდება ყოველთვის ეგ სიტუაცია ტრიალდება ხოლმე დადებითად რა, რაღაცა შენ რომს გეგონოს რომ ეგ სიტუაცია არის რთული, ან ეგ არის ცუდი, ან რაღაც მსგავსი, რეალურად ეგრე არ აღმოჩნდება ხოლმე და არც არის ხოლმე ეგრე რაღაც რო ხდება ხოლმე. მაგ სიტუაციიდან ყოველთვის არსებობს იმის საშუალება, რომ ეგ სიტუაცია თუნდაც ცუდი იყოს, მანდიდან რაღაცა კარგი გამოიყვანო, მაგ სიტუაციაში, მაგ სირთულეში რაღაცნაირად შექმნა შენ თავში ისეთი სიტუაცია, რომ თან იყო პოზიტიური, მაგრამ თან ყველაფერს მიუდგე ესე ანუ სერიოზულად და ისეთი არასერიოზული მიდგომით არ იყო საქმისადმი. კონდეს ის მიდგომა, რომ პოზიტიური ძალით და პოზიტიური ენერგიით ანუ გონებიდან თუ შენ გონებაში თუ ყოველდღიურად ასე ვთქვათ პოზიტიურ აზრებს ავრცელებ უფრო მეტად ვიდრე ნეგატიურს, ეგ პოზიტიური ან ცხოვრებაზეც გავრცელდება რა, ესე ვთქვათ, ხანდახან არის რაღაცა რთული სიტუაციები, რაღაც ისეთი, რაშიც პოზიტიურად ვერ იქნები, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეგ უნდა გარდაქმნა ხოლმე ძალიან რაღაცა კატასტროფული თუ არ ხდება, უნდა გარდაქმნა ხოლმე ჩვეულებრივი სიტუაციები ხდება და ადამიანი ამას თავის გონებაშივე ამწვავებს და თვითონვე იზღუდავს ასე ვთქვათ იმას, რომ თითქოს ეგ რაღაცა ყველაფერი ცუდი მოყალიბე ხარ ის თავს მინდოდა და მანდიდან გულისხმობ იმას, რომ მაგ მიდგომით, რომ შენ გონებას სწორ რაღაცას მიაწვდი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში, ეგ იმაში დაგეხმარება, რომ შენი თავის ასე ვთქვათ რწმენა გექნება რა, პოზიტიურად რო უდგები ყველა სიტუაციას, რწმენა უფრო აი ნელ-ნელა გემატება რა. უფრო თამამად და თავდაჯერებულად აკეთებ და უფრო დარწმუნებული ხარ იმაში, რასაც აკეთებ, იმიტომ რომ შენ თვითონ იცი რატომ აკეთებ და რას აკეთებ რა და სხვა აზრები და რაღაცეები არ იქნება შენთვის ასე ვთქვათ მისაღები, იმიტომ რომ შენ ზუსტად იცი რას აკეთებ რა. შემთხვევაში რას ვამბობ, რომ შენი საუკეთესო სიტუაცია იქნება რთული სიტუაცია იქნება, რომ რთული და რთული სიტუაციები
იყოს შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეგ იმდენად გზრდის და გაძლიერებს, რომ რაღაცა სხვადასხვა სიტუაციებში, რთულ სიტუაციებში, როცა ხარ ბევრჯერ მოხვედრილი, შენი ტვინი, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა იზრდება რა იმ მიმართულებით, რომ როგორც ვარჯიშში რო არის, ხო, რაღაცა დროის განმავლობაში ვარჯიშობ, ელოდები, რომ რაღაცა შედეგი მალე არ იქნება, ხო, რაღაც გარკვეული დრო სჭირდება და რაღაცა მისლობს რო აკეთებ იმას სხვადასხვა დღეებში, სხვადასხვა ვარჯიშებზე, მე უფრო ამატებ და უფრო ზრდი რა. ტვინის შემთხვევაშიც ეგრე არის, რაც უფრო მეტ პოზიტივს მიაწვდი, რთულ სიტუაციებში, რაც უფრო მეტად მოხვდები, მე მით უფრო უმჯობესდება ეგ შენი სიტუაცია და შენ უფრო ამჯობესებ აი ხარისხს რა, ასე ვთქვათ და ტვინისთვის რაც ადრე რთული იყო, უფრო მარტივი ხდება. ერთადერთი იდეალური სიტუაცია, რომ შენ თავს ან რთულ მომენტებში რაღაც გააკეთებ, ან მარტივ მომენტებში, ან ნებისმიერ რაღაცა სიტუაციაში, როცა რაღაცას აკეთებ, უნდა გააკეთო შენ თავს უნდა გადახედო როგორ მოიქეცი, რა გააკეთე, რა არის შესაძლებელი, რა არის გასაუმჯობესებელი და ანუ ყოველ სიტუაციაში უნდა ხედავდე შენ თავს. შეიძლება იმ მომენტში არა, მაგრამ მერე უნდა გადახედო, გაანალიზო და ანუ სიტუაცია მაგალითად რასაც არ უნდა აკეთებდე, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ვარჯიში, ხო? მაგ სიტუაციაში შენ რო ვარჯიშობ და შედეგი გინდა რომ გააუმჯობესო, შენ გადახედავ სიტყვაზე რა გაქვს შესაძლებელი, შეიძლება კვებაში იყოს რაღაც შესაძლებელი, ან თვითონ ვარჯიშის სტილი იყოს არასწორი, ან უფრო ხარისხიანი ვარჯიში უნდა დადო, ან უფრო სწრაფი, ან რაღაც შეცვალო, კარდიო შეცვალო, რაღაც მსგავსი, რომ ეგ ყველაფერი გააუმჯობესო და მე შედეგი ეგრე მუშაობს ყველა სიტუაციაში რა. შედეგი რო დადო, უნდა გადახედო შენ თავს, რა შეცდომები იყო დაშვებული და გაანალიზო და მე ასე ვთქვათ, ამის გადაწერა გააკეთო რა. ეს თავიდან უნდა გააკეთო, მაგრამ უფრო უკეთესი. მეც რამოდენიმე ვიდეო, ბევრი არა, მაგრამ რამოდენიმე ვიდეო ხომ აქვს გაკეთებული და ამ არხზეც ხომ ვიდეოს, ხო? და მე ყოველთვის როცა ვიდეოს ვდებ, მაგას ვიდეოს ყოველთვის გადავხედავ ხოლმე და თავიდან ყოველთვის რამდენიმეჯერ ვუყურებ, რომ ნახო რა შეცდომები არის დაშვებული და რისი გაუმჯობესება შემიძლია. თუ დააკვირდებით, ანუ პირველ ვიდეოში რაც იყო, იმიდან დღემდე ბევრი გაუმჯობესება არის, იმიტომ რომ გადავხედე, ანუ რა იყო შესაძლებელი, რა იყო გასაუმჯობესებელი და მე გავაუმჯობესე რა, მე ვიმუშაო იმაზე, რომ ყოველი ახალ ვიდეოზე სიტყვაზე ერთი რაღაცა უკეთესი გააკეთო. დღეს ანუ ამით შეცვალე, მე ხვალ კიდე გადახედავ რა იყო შეცდომა და კიდე ამით შეცვალე და ასე შემდეგ რა. ნელ-ნელა და ყველაფერში ეგრე იდება შედეგი რა. არაფერში არ ხდება ისე, რომ შემთხვევით არ ხდება არაფერი. ანუ კარგ ფორმაში რო ხარ, ან ადამიანს რო ხედავ, რომელიც კარგ ფორმაშია. ფიზიკურად ხო არის ფიქრობ, რომ ანუ ეს ადამიანი შემთხვევით არის, რომ ეხა ესეთ კარგ ფორმაში არის, გაუმართლა ან რაღაცა ეგეთი. ხო არ ფიქრობ, რომ ეს ყველა ივარჯიშა, ყვება ქონდა სწორი რაღაცა, ანუ ვარჯიში უბრალოდ მაგალითად რომ მოვიყვანოთ, ნებისმიერ სხვა რაღაცაში შეიძლება ეგრე იყოს. მაგაზე ხო არ ფიქრობ, რომ ეგ ანუ შემთხვევით მოხდა, ხო? ეგრე არის შენ სიტუაციაშიც. ნებისმიერ რაღაცა შეიძლება ეგრე მოარგო, რაღაცა თუ გინდა რომ განავითარო პირველ დღე იქ როგორც იქნება, ანუ პირველ დღე მალ უნდა მოგწეს ის სიტუაცია, რომ რახან ეს ცუდი იყო, ეს მომავალში ცუდი იქნება. პირიქით ეგ ანუ ცუდი რო იყო და რაღაც გასაუმჯობესებელი რო გქონდა, იქ არის უკეთესი, იმიტომ რომ პირველი ყოველთვის არ იქნება იდეალური. ის იქნება რაღაცა შეცდომები, რომელიც გამოსასწორებელია და იდეაც ეგ არის. პირველ დღეს გააკეთებ რაღაცას, მერე მეორე დღეს გააუმჯობესებ, მესამე დღეს და დრო და დრო შედეგი იდება და დრო და დრო შენ თვითონაც რო ხედავ, რომ ეგ შედეგი გაქვს, პირველ დღეს რა შედეგი გქონდა და ეხლა რა შედეგი გაქვს და როგორ აკეთებ მაგ ყველაფერს, უფრო ენერგია უფრო მეტი გაქვს, იმიტომ რომ ზრდას ხედავ, ანუ რა ზრდა გაუმჯობესებას ხედავ და ეგ გაუმჯობესება რო გაქვს, უფრო მეტი ენერგია გაქვს, რომ უფრო კიდე გააკეთო, კიდე გააუმჯობესო და ასე შემდეგ რა. ყველა საკითხში ერთი და იგივე პირველი დღე და მეასე დღე ერთი და იგივე ვერ იქნება.
მოკლედ დღეისთვის სულ ეგ იყო. ვარჯიშის დავასრულე. რთული არ გამოვიდა, მაგრამ მარტივიც არ იყო რა. საშუალო ვარჯიში იყო, გავაკეთე დაახლოებით. არა, დაახლოებით არა. 50 ეჯმანი გავაკეთე. 50 პრესი, 50 ღერძზე მიზიდვა. და კიდე 50 გავაკეთე იქ რა, ტრენაჟორზე. ალბათ ეგ აღარ გადამიღია. არ გადამიღია, მაგრამ არა უშავს. ბოლოს კი რაღაც ვიტყვი ერთ-ერთ და დავასრულე. მოვიდეთ წეღარაზე თუ საუბრობდით რა. ეგ იყო პირველი დღე და მეათე დღის გაუმჯობესებაზე რომ უნდა იყოსო. ალბათ კაი მას ვარჯიშიც იმან გადამიარს და გავაკეთე. რომ ისევე როგორც პირველი და მეათე დღე არ იქნება ერთნაირი, იმიტომ რომ იმ ყველაფერს გადახედავ, გაანალიზებ და გააუმჯობესებ ნებისმიერ რაღაცაში, რაც არ უნდა იყოს ეგ, ისევე არ უნდა იყოს საბოლოო მიზანს არ უნდა უყურებდე, ან თავიდანვე არ უნდა უყურებდე ბოლო მიზანს რა. აი რა მაგალითი შეიძლება თუ ჯერ არ გაქვს საერთოდ ფული, ჯერ არ უნდა ფიქრობდე იმაზე, როგორ იშოვო მილიონი, ჯერ უნდა ფიქრობდე იმაზე, როგორ იშოვო 10,000, მერე 100, მერე რაღაცა და ასე შემდეგ რა. ანუ იდეა არის ის, რომ პირველი ნაბიჯი არ უნდა იყოს ეგრევე ზევით, ან საბოლოო შეიძლება იყოს ვერ დავალაგე რა. მოკლედ საბოლოო მიზანი და საბოლოო ადგილი შეიძლება იყოს ეგ და შეიძლება ძალიან დიდი და მაღალი ასე ვთქვათ დანიშნულების ადგილები გქონდეს, რომელიც თქვით, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი არ არსებობს, მაგრამ უფრო დიდი დანიშნულების ადგილები თუ გექნება, ანუ როგორც საიდ კვესტები, უფრო და უფრო დიდი мотиваცია გექნება და უფრო დიდი ენერგია. მაგრამ მან არის ერთი რაღაცა, რომ ანუ პირველ ნაბიჯს უნდა უყურებდე, პირველ ნაბიჯს ჯერ უნდა იფიქრო, რახან ეს მაგალითი მოვყვანე, ჯერ უნდა იფიქრო, როგორ ვიშოვო 10k, 10,000, მერე 100 და ასე შემდეგ. ანუ პირდაპირ არ უნდა ფიქრობდე იმაზე, როგორ მიხვიდე მილიონამდე სიტყვაზე რა დაუშვათ. არ უნდა გქონდეს ეგ ფიქრის ის რა, რომ იმიტომ რომ არასწორად წახვალ მიმართულებით და არასწორად აირჩევ და ისე უფრო ნაბიჯ და უფრო მარტივად მიხვალ მაგ მიმართულებით თუ წახვალ რა. მეც ვერ გავიგე თქმა მინდოდა, მაგრამ ჩაითვალა. დავასრულებ. თუ მოგეწონათ ან თუ კაი არის მსგავსი ვიდეოები, დამიწერეთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ გავიგო როგორი არის, კარგი ვიდეო არის თუ რაღაც არის შესაძლებელი ან რამე მსგავსი. დღეისთვის სულ ეს იყო და აბა დროებით წარმატებები ყველას.